თავდაცვის ახალი კონცეფცია პრემიერმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წარადგინა. ვანომერაბიშვილი თავდაცვის მინისტრთან ერთად ჩაშკინის უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. კონცეფციის წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება მის ერთ-ერთ კომპონენტზე ტოტალურ ზრუნვაზე გამახვილდა. მერაბიშვილის თქმით, ტოტალური ზრუნვა მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის სფეროებს. ის გავრცელდება როგორც შეიარაღებულ ძალებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებსა და ვეტერანებზე. გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურება და სადაზღვევო პაკეტებიც. ყველა იმ პირს კი, რომელმაც სახელმწიფო გრანტი ვერ მიიღო, თავდაცვის სამინისტრო 1 წლიანი სავალდებულო სამსახურის შემდეგ ბაკალავრიატში 4 წლიან სწავლებას დაუფინანსებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურების ოჯახებს კი სახელმწიფო საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. ტოტალური ზრუნვა, ტოტალური ტრენინგები და ტოტალური თავდაცვა ეს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფციაა. შეღავათებით საბავშვო ბაღებში ოჯახის წევრი მეუღლეს შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს, რათა დაეუფლოს ახალ პროფესია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჯარისკაცი, რომელიც იმსახურებს 1 წელიწადი სამხედრო სავალდებულო სამსახურს, სახელმწიფო მას დაუფინანსებს სწავლის საფასურს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, თუ სამხედრო მოსამსახური იმსახურებს 16 წელიწადი, მისი შვილები სრულად დაფინანსდებიან მაგისტრატურაში, ხოლო თუ სამხედრო ოფიცერი, კაპრალი იმსახურებს 20 წელიწადი, მაშინ მის შვილებს დააფინანსებს მაგისტრატურაშიც და ბაკალავრიატშიც. მომავალი წლიდან ამოქმედება უკვე ზაფხულიდან თავდაცვის სამინისტროს საზაფხულო ბანაკები, სადაც ბავშვებს, ოფიცრების, კაპრალების, სერჟანტების შვილებს ექნება შესაძლებლობა, რომ ზაფხულის პერიოდში დაისვენონ. საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება ყველა ოჯახისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის ზაფხული რომ მოდის, დგას პრობლემა ბავშვების დასვენების და თქვენ გექნებათ ყველა შესაძლებლობა, რომ თქვენი შვილები გააგზავნოთ ამ ბანაკებში.